ღირსი პორფირი კავსოკალიველი. ნაყროვანება. ერთხელ უხუცესი სატელეფონო საუბარ შევესწარი ერთ ქალბატონთან, რომელიც მას ლოცვას თხოვდა, რათა ნაყროვანების ცოდვა განშორებოდა. ქალბატონს ზედმეტი წონა აწუხებდა. საკვირველი პასუხი გასცა უხუცესმა მას: შენ ძლიერ არ ყვარებია, ქრისტე. გული მიეცი ქრისტეს და მხურვალე სიყვარულით მიმართე. უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. საჭმელიც დაგავიწყდება და ნაყროვანებაც განქარდება. ქრისტიანს მუდამ საკუთარი თავის ბრალობა უნდა ჰქონდეს. ერთხელ მამა პორფირთან საუბრისას ვიფიქრე, რომ იგი მართალი არ იყო რაღაც საკითხში. მან კი მიპასუხა: შენ არ ხარ მართალიო. იგი ჩემს დაეჭვებას მიხვდა და დასძინა. მართალი კი ხარ, მაგრამ უფლება არ გაქვს. ქრისტიანი მართალი არასდროს არ არის. მას მუდამ საკუთარი თავის ბრალობა უნდა ჰქონდესო. ცოდვას რომ ცხედავდე, ცოდვილი არ განიკითხო. ყურადღებით იყავი, ეცადე არავინ განიკითხო, მითხრა ერთხელ უხუცესმა პორფირმა და შემდეგი ისტორია მიამბო. ერთი ქალი აღსარებაზე მივიდა მოძღვართან. იმ სოფელში ტრადიციულად ზედა შესამოსლის ქვეშ სხვა ქვედატანიც ეცვათ. აღსარების შემდეგ ის ქალი ჩვეულებისამებრ მოძღვარს რაიმე სამადლობელს შესწირავდა ხოლმე. და აი ქალმა ზედა შესამოსელი აიწია, ქვედატანიდან ფულის ამოსაღებად. უყურადღებობით ქალმა ქვედატანიც წამოიწია. ამ დროს საახსარებოში სხვა ადამიანი შევიდა და ამ სურათს შეესწრო, მღვდელი და ქალი. ქალმა უყურადღებობით ეს ვერ შენიშნა. შემოსწრებულმა უწესობისთვის უჩივლა მოძღვარს და მღვდელმსახური 3 თვით დააყენეს მსახურებიდან. მოძღვარი 3 თვის მანძილზე მადლობდა და ადიდებდა უფალს ასეთი განსაცდელისთვის. იგი უსაზღვროდ გახარებული იყო. ხედავ როგორ შეცდა ის ძმა, თქვა უხუცესმა პორფირმა. ტაძრად მისულმა მაცდუნებელი სურათი იხილა და მოძღვარი განიკითხა, თუმცა კი ისე არ იყო ყველაფერი, როგორც მას სატანამ წარმოუსახა. ამიტომაც გეუბნები, ყურადღებით იყავი, ძალიან ყურადღებით. მამა პორფირი გვირჩევდა, რომ ცოდვილი არ განგვეკითხა, რადგან ღვთის დაშვებით ჩვენც იმავე ცოდვებში დავეცემით. ამის შესახებ მამა პორფირმა ასეთი რამ მიამბო. სოფელში ერთი დიასახლისი პურის გამოსაცხობად ღუმელს ახურებდა. მან ფიქრში წარმოიდგინა, თუ როგორი სიამოვნებით დაწვავდა ღუმელში მეზობელი სოფლის გოგოს, რომელიც ვიღაცისგან დაფეხმძიმებულიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ, როდესაც ამ ქალის ქმარი უცხოეთში იმყოფებოდა, ეს ქალიც დაფეხმძიმდა თანასოფლელისგან. ამიტომ ღმერთი გვიდგენს, რომ არავინ დავწყევლოთ და არავინ განვეკითხოთ, თვით ჩვენი მტრებიც კი, არამედ ყველას და მათ შორის მტრებსაც უნდა ვლოცავდეთ. ჩვენი მიზანი ბოროტების განკითხვა როდია, არამედ მისი გამოსწორებაა. ადამიანს თუ განვეკითხავთ, შეიძლება ის ძლიერ შეშფოთდეს და აირიოს. ხოლო გაგებით თუ მოვეკიდებით და თანავუგრძნობთ, მაშინ ის ცხონდება. ცოდვილს სიყვარულით უნდა შევხვდეთ და მის თავისუფლებას პატივისცემით უნდა მოვეპყრათ. ოჯახში ვინმეს თუ ლარნაკი გაუარდა ხელიდან და გატყდა, ჩვეულებისამებრ ბრაზი მოგვიცავს. მაგრამ თუ ამ კრიტიკულ დროს თანაგრძნობას და შენდობას გამოვხატავთ და ამ შემთხვევაზე მაღლა დავდგებით, მაშინ ჩვენ სულსაც მოვიპოვებთ და ჩვენი ძმის სულსაც. ეს არის მთელი სულიერი ცხოვრება, ერთი ამაღლებული მოძრაობა მწუხარებებისას, განსაცდელებში, ერთი ნაბიჯია ეგოისტური აღშფოთებიდან სიყვარულით თანაგრძნობამდე. ერთხელ მამა პორფირმა მკითხა, მითხარი რამდენი წელი სჭირდება იურიდიულზე სწავლას. ვუპასუხე და კვლავაც მკითხა, და რამდენი წელი სჭირდება მექანიკოსის, ქიმიკოსის, ექიმობის შესწავლას. ამაზეც შესაბამისად ვუპასუხე. ხოლო როცა უხუცესმა მკითხა და რამდენი დრო გჭირდება ჩვენ,
ღვთისნება რომ გავიგოთ და აღვასრულოთ იგი, მაშინ მივხვდი მის შეკითხვას და შემრცხვა. რა უნდა მეპასუხა? ის რომ მორწმუნეები უმეტესად ზარმაცები და ნელთბილები ვართ და რომ ჩვენ მოყვარული ქრისტიანები ვართ. უხუცესმა ეს ისედაც იცოდა, მან კი მითხრა, ზარმაცი ქრისტიანი ვერასოდეს ვერ იქნება. იმისთვის რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდე, უნდა იღვაწო და ბევრი უნდა იშრომო. ერთი ბერი ჩამოვიდა მამა პორფირთან. სტუმარს მისი სენაკის დირეც არ გადმოებიჯებინა, რომ უხუცესი ასეთი სიტყვებით შეეგება მას. სად იყავი შედალოცილო, გელოდებოდი. აღსანიშნავია, რომ იმ ბერს არავისთვის არ ქონდა ნათქვამი მამა პორფირის მონახულებას რომ აპირებდა. უხუცესმა მოიკითხა ძმა და დაწყმარება დაუწყო, თუმცა სტუმარს ჯერაც არ ეამბნა მისთვის თავის პრობლემის შესახებ. მამა პორფირს ღვთისმადლით ეუწყა ის მძიმე სიტუაცია, რომელშიც სტუმრად ჩამოსული ბერი აღმოჩენილიყო. უსამართლოდაც რომ გადანაშაულებდნენ, შეაგონებდა ბერს უხუცესი, ნუ შეეკამათები და ნურც დამწუხრდები, არამედ დადუმდი და მოითმინე. გერჩიოს რომ ღმერთმა თავად აუწყოს შენს ბრალმდებლებს შენ შესახებ. ნუ გახდები შენივე თავის ადვოკატი და საკუთარი თავის დამცველი, მხოლოდ ამ გზით გაიმარჯვებ. ჩვენი ბოროტი აზრები და ბოროტგანწყობა სხვებზეც მოქმედებს. ჩვენი ბოროტი აზრები სხვა ადამიანებზე მოქმედებს, გითხრა ერთხელ მამა პორფირმა. ამიტომ საშუალება მოვნახოთ, რომლითაც ყოველგვარი ბოროტებისგან განიწმინდება ჩვენი სული. განწმენდილი სული კი სიკეთეს ასხივებს, სიყვარულს აფრქვევს, მდუმარედ და უსიტყვოდ. რა თქმა უნდა, თავიდან ეს ძნელია. გაიხსენეთ პავლე მოციქული, თავიდან მასაც უჭირდა და ტკივილით ამბობდა, რამე თუ არა რომელი იგი მემნებავს კეთილი, მას ყოფ, არამედ რომელი იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. ხოლო კვლავ იტყვის, და ვხედავ სხვასა სჯულსა, ასოთა შინა ჩემთა, რომელი იგი წინა განეწყვების სჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყვენავს მე სჯულითა მით ცოდვისათა, რომელი იგი არს ასოთა შინა ჩემთა. უბადრუკი მე ესე კაცი, ვინმე მიხსნეს ხორცთა ამათგან ამის სიკვდილისათა. წმინდა პავლე უძლური იყო და მას არ შეეძლო იმ სიკეთის კეთება, რომელიც სურდა და ნებავდა. იგი ამას მუქცევის დასაწყისში ამბობდა, მაგრამ შემდეგ როცა თანდათან სიყვარულსა და ღვთისმსახურებას მიეცა, უფალი ხედავდა რა მისი სულის განწყობას, შევიდა მასში და მადლი უფლისა დამკვიდრდა წმინდა პავლეში. და ის ვინც ამბობდა, არ შემიძლია იმ სიკეთის ქმნა, რომელიც მნებავსო, იქამდე ამაღლდა, რომ ღვთისმადლით ბოროტის კეთება აღარ შეეძლო. ამიტომაც ღაღადებდა პავლე მოციქული, ხოლო ცხოველ არ ღარა მე ვარ, არამედ ცხოველა რჩემთანა ქრისტე. მადლმა აღავსო წმინდა პავლე, რადგან იგი დამდაბლდა. ყველა ჩვენგანი საღმრთო სულით ყოველგვარი ცოდვის კეთების უუნარონი ვხდებით, რადგან ჩვენში ქრისტე მკვიდრობს. ჩვენ ახლა უკვე მხოლოდ სიკეთე ხელგვეწიფება. ასე მოვიხვეჭთ ღვთის მადლს, მოვიხვეჭთ განღმრთობას, უკვე თუ ამ გზით წარვმართავთ საკუთარ თავს. უკვე თუ ქრისტეს სიყვარულს მივეცემით, მაშინ ყველაფერი გარდაიქმნება, ყველაფერი შეიცვლება და სხვად იქცევა. მრისხანება, გაღიზიანება, შური, ეჭვი, აღშფოთება, განკითხვა, უმადურობა, სევდიანობა და ძლიერი მწუხარება, ეს ყოველივე გარდაიქმნება სიყვარულად, სიხარულად, საღმრთოს სურვილის წყაროთ და ეს ყოველივე სამოთხედ გარდაიქმნება. ბერი რომ გავხდი სიკვდილის არარსებობაში დავრწმუნდი. ეკლესია ქრისტეში ახალი ცხოვრებაა, ასე გვასწავლიდა მუდამ უხუცესი. ეკლესიაში არ არის სიკვდილი, არ არის ჯოჯოხეთი. იოანე მახარებელი ამბობს, ქრისტე განაქარვებს სიკვდილს.
ვინც ეკლესიაში შევა, ის გადარჩება, მარადიული გახდება. ცხოვრება ერთია, უსასრულოდ გრძელდება, არა აქვს დასასრული, არა აქვს სიკვდილი. ქრისტეს მცნებების ჭეშმარიტად მიმდევარი არასოდეს არ კვდება. იგი სხეულით გარდაიცვლება, ვნებებისათვის კვდება და ამ ცხოვრებაშივე ჩვენს ამ ქვეყნიურ ეკლესიაში სამოთხეში ცხოვრების ღირსი ხდება. შემდეგ კი ზეციური ეკლესიის მარადიული სასუფევლის მკვიდრი ხდება. ქრისტეს წყალობით სიკვდილი ხიდი ხდება, რომელზეც ჩვენ ერთ გზის გავალთ, რათა დაუღამებელ ნათელში განვაგრძოთ ცხოვრება. მე მონაზვნად გახდომის შემდეგ დავრწმუნდი, რომ სიკვდილი არ არსებობს. ამას ვგრძნობდი და მუდამ გრძნობ, რომ მარადიული ვარ და უკვდავი. რა დიდებულია ეს! ეკლესიაში, რომელიც მაცხოვნებელ საიდუმლოებებს ფლობს, წუხარებას ადგილი არ აქვს. ჩვენთვის არავითარი შიში არ არსებობს, არც სიკვდილი, არც ეშმაკი, არც ჯოჯოხეთი. ეს ყველაფერი იმ ადამიანებისთვის არის, რომლებიც ქრისტესგან შორს არიან, არა ქრისტიანებისთვის. ჩვენთვის კი, ქრისტიანებისთვის, მისი ნების აღმსრულებლებისთვის ეს ყოველივე არ არსებობს. ანუ ისინი, რა თქმა უნდა, არსებობენ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ძველ ადამიანს უბრუნდება ვნებითურთ და გულის თქმით. ქრისტე არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც ეშმაკს, არც ბოროტებას. ქრისტიანს რაც უნდა აღელვებდეს, ეს არის სიყვარული, ქრისტესთან მოყვასის მსახურება. უკეთ თუ იმ საფეხურს მივაღწევთ, რომ განვიცადოთ სიხარული, უფლისა და მოყვასის სიყვარული, ღვთისმსახურება ყოველგვარი შიშის გარეშე, მაშინ უკვე შეგვეძლება თქმა, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველა რჩემთანა ქრისტე. ჩვენ შეიძლება საღმრთო სიხარულით ვცხოვრობდეთ და სიკვდილზე არასოდეს ვფიქრობდეთ, მაგრამ დაბერდები და სიკვდილის ზღურბლზე აღმოჩნდები. შესაძლოა ცალი ფეხით უკვე სამარეში იდგე და ამასთანავე ლეღვის ხეს რგავდე, კაკლის ხეს ან კვიპაროს და ბაღზე ზრუნავდე, შენი ახლობლებისთვის ან ეკლესიებს აშენებდე. რატომ აკეთებ ამ ყველაფერს? სიყვარულისთვის. შენ გწამს, რომ სიკვდილი არ არსებობს. გსურს, რომ შენს ახლობლებს რაიმე დაუტოვო, რომლებიც შენ შემდგომ აქ დასახლდებიან. გსურს, რომ ისინი კარგი ადამიანები იყვნენ და ერთმანეთს არ ქურდავდნენ. ამიტომაც რგავ ლეღვს და კაკალს, ამისთვის აშენებ ეკლესიასაც. ერთხელ მამა პორფირმა მითხრა, როდესაც წავალ, მაშინ კიდევ უფრო ახლოს ვიქნები თქვენთან, გარდაცვალების შემდეგ მანძილი იშლებაო. ერთხელ უხუცესმა მითხრა, თუ როგორ უნდა შევეწიოთ ჩვენს მიცვალებულებს. ბევრი უნდა ვილოცოთ მიცვალებულებისთვის, ქველმოქმედება უნდა აღვასრულოთ და მოწყალება უნდა გავცეთ მათ სახელზე. საღმრთო ლიტურგიაზე მოსახსენებლად უნდა გადავცეთ მიცვალებულის სახელი და რაც შეიძლება ხშირად უნდა ვეზიაროთ, უკეთ თუ შესაძლებელია ყველა წირვაზე. სიკვდილი შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ, გითხრა ერთხელ უხუცესმა. აი ჩვენ ერთ ოთახში ვიმყოფებით. შემდეგ ვაღებთ კარს და სხვა ოთახში აღმოჩნდებით. ჩვენც ასე ვიქნებით. უკეთ თუ აქ ქრისტესთან ვართ, მაშინ იქაც მასთან ვიქნებით. ხსნა ეკლესიაშია, ხშირად ამბობდა უხუცესი პორფირი. ვინც ეკლესიის წევრია, მას სიკვდილი არ აშინებს. ქრისტეს ეკლესიის წევრებისთვის სიკვდილი არ არსებობს. მართლმადიდებლობა სრულია და მასში არასრული არაფერი არ არსებობს. სიკვდილი არ არსებობს, ნუ გეშინია სიკვდილის. ვინც ქრისტესთვის მოკვდა, მისთვის სიკვდილი არ არის და თუ ქრისტესთვის არ მომკვდარ ხარ, მაშ მოკვდი.